თუ ურთიერთობაში ხშირად გესმის ფრაზა, შენ ხარ ზედმეტად ემოციური, შენ ძალიან ბევრს ითხოვ, მაშინ დიდი შანსია შენ ნარცისისტულ ადამიანს ხვდებოდე. და მაინც რატომ ვიზიდავთ ნარცის ადამიანებს? ნარცისისტული ადამიანი თავიდან ძალიან მიმზიდველია, ყურადღებიანი, მომხიბვლელი, თითქოს ზუსტად შენ გიგებს, მაგრამ ნელ-ნელა ხდება ერთი რამ. ყოველ კონფლიქტში ის იწყებს ისე მოქცევას, თითქოს ყველა კონფლიქტში შენ ხარ დამნაშავე. სწორედ ეს გაგრძნობინებს, რომ შენშია პრობლემა და სწორედ შენ უნდა იმუშაო საკუთარ თავზე. იმ დროს, როდესაც სწორედ ის ირიდებს პასუხისმგებლობას საკუთარ თავთან ჩაღრმავებისგან. ისინი ვერ იტანენ კრიტიკას. პასუხისმგებლობის აღება მათთვის საფრთხეა, ამიტომ შენ გადმოგაწერენ პასუხისმგებლობას. და რაც ყველაზე მტკივნეულია, შენ იწყებ საკუთარ თავში ეჭვის შეტანას. ფიქრობ, რომ მეტისმეტად მგრძნობიარე ხარ, ალბათ მართლა მე ვაფუჭებ ყველაფერს. ჯანსაღ ურთიერთობაში ორივე ადამიანი ფიქრობს საკუთარ წვლილზე. თუ მხოლოდ შენ გთხოვენ ცვლილებას, ეს უკვე წითელი დროშაა. როცა სწავლობ არას თქმას, ნარცისისტული ადამიანები ნელ-ნელა ქრებიან, რადგან მათთვის საზღვრები უსიამოვნოა. შენ არ ხარ პრობლემა, შენ უბრალოდ მიჩვეული იყავი ყველაფრის საკუთარ თავზე აღებას. და ეს ჩვევა შეიძლება შეიცვალოს. თუ ამ ვიდეოში საკუთარი თავი იცანი, მაშინ იცოდე, რომ მარტო არ ხარ. და ბოლოს შეინახე ეს ვიდეო.